მოგესალმებით მეგობრებო, ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო შემხვდა, რომელიც კორეაში რესტორანში ზის სადგილს ელოდება და თან პარალელურად ლამაზი ხედებით ტკბება და აქ გამახსენდა 50-ზე მეტი ადამიანი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებიან, ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები და ნანუკას როლი ამ ადამიანების პატიმრობასთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ პირადად ნანუკა ჟორჟოლიანმა გაუშვა ეს ხალხი საპატიმროში და რატო ვიძახი ამას აქვე ავხსნი მოკლედ. ცოტა ხნის წინ ნანუკა ძალიან აქტიური იყო, აქტიურად მოუწოდებდა ადამიანებს, რომ მის გარშემო გაერთიანებულიყვნენ, რაღაცა ფონდები დააფუძნა და ადამიანებს არ წმუნებდა იმაში, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ ისინი, რომ ივანიშვილის ბოროტ რეჟიმს აუცილებლად დაასრულებდნენ, რომ ნანუკა მათ გვერდით იქნებოდა, არ მიატოვებდა არასდროს და არა მხოლოდ ნანუკა, არამედ მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით არისო და ძალიან ძლიერები ვართო და ამ ბრძოლას აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთო. გარდა ამისა, ჟორჟოლიანი იმ ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო გაიერთიანა, განზრახ უჩენდა ამ ადამიანებს დაუსჯელობის განცდას და მიზან მიმართულად უბიძგებდა ამ ადამიანებს დანაშაულის ჩადენისკენ და შესაბამისად პირადად დიახ ნანუკამ კოლექტიურ ნანუკებთან ერთად ამ ადამიანებს ხელში დააჭერინეს მაშხალები, მოლოტოვის კოქტეილები, თავზე დააფარეს ჩაფხუტები, ააკრეს პირზე ნიღბები და უთხრეს, რომ ესე იგი მაშხალის გასროლაც, მოლოტოვის კოქტეილის სროლაც, ცეცხლის წაკიდებაც, ქვის სროლაც ეს ყველაფერიო არისო აქციის შემადგენელი ნაწილიო, აქციის ატრიბუტები არისო, ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლება არისო და აგერ პოლიციაო, აგერ პარლამენტიო, აბა თქვენ იცითო და ჩვენც აქ ვართ თქვენს გვერდითო. ოღონდ გვერდით ისმაგივრად უკან აღმოჩნდნენ კოლექტიური ნანუკები, წინ აი ეს თხები დაიყენეს, ვისაც ხელში დააჭერინეს მოლოტოვის კოქტეილები და მაშხალები და ქვები და 1000 უბედურებები და უკნიდან აწვებოდა ნანუკა და კოლექტიური ნანუკები ამ ადამიანებს და პირდაპირ აი ეს ძალის ძალით შეყარეს ეს ადამიანები ციხეებში, დიახ, სწორედ ნანუკამ და კოლექტიურმა ნანუკებმა. ყველამ კარგად ვნახეთ, ხო, იმ დღეებში რაც ხდებოდა რუსთაველზე და სწორედ ნანუკას მიერ ნაყიდი მაშხალებით და ჩაფხუტებით და რაღაც ნიღბებით და კოქტეილებით შეიარაღებული ახალგაზრდები და სწორედ ნანუკას მიერ წაქეზებული ახალგაზრდები და შეცნობაში შეყვანილები იდგნენ რუსთაველზე და პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდნენ, პარლამენტი ცეცხლი მოუკიდეს და ზოგადად რაც ხდებოდა იმ დღეებში ყველას კარგად გვახსოვს, ხო? ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს და ეს იყო ის მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აღმოჩენილიყო საპატიმროში, რომ ამაზე მერე ნანუკას პატრონებს ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ელაპარაკათ უფრო დამაჯერებლად და არგუმენტებით იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ცუდი კაცია ბიძინა ივანიშვილი და როგორი ბოროტი ხელისუფლებაა და რამდენი პოლიტპატიმარი ყავს თურმე ქვეყანაში. ეს ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები, როგორც უკვე ერთხელ ვთქვი, თავიდან ბოლომდე საპატიმროში და პატიმრობაში გაუშვა დიახ სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანმა და კოლექტიურმა ნანუკებმა და ყველაფერი იქნეს იმისათვის, რომ ეს ხალხი ციხეებზე აღმოჩენილიყო. შესაბამისად ამით ნანუკამ თავისი პატრონებისგან მიღებული დავალება შეასრულა 5-იანზე და
შესაბამისად საკმაოდ მძიმე სამუშაო გასწია, საკმაოდ დიდი დრო დახარჯა, დიდი ენერგია და ეთყობა ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს დასვენება ეკუთვნის და შესაბამისად ხედავთ ხან საფრანგეთიდან წრუპავს ყავას და გვესალმება, ხან იქ კორეაში რესტორნის ხედებით გვატკბობს, მაშინ როცა 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეყარა ციხეში, დიახ, პირადად ნანუკამ გაუშვა ის ხალხი ციხეში და ნანუკას ნაირებმა და თვითონ საერთოდ არაწუხებს დღეს უკვე ეს ამბავი და მაშინ როცა ამ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები 24 საათი რუსთაველზე ათენებენ და აღამებენ, მათ გვერდით რატომღაც აღარ დგას ნანუკა, ის ნანუკა, რომელიც პირდებოდა, რომ არასდროს მიატოვებდა და ყოველთვის მათ გვერდით იქნებოდა და რომ ამ ადამიანებს მიიყვანდა გამარჯვებამდე. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა ეს ხალხი გამარჯვებამდე ვერ მიიყვანა, მაგრამ საპატიმროებში კი მიიყვანა და შეაბრძანა და რა ვიცი. ყოჩაღ ნანუკას საკმაოდ სერიოზული სპეცოპერაცია ჩაატარა თავისი პატრონების დავალებით და საკმაოდ სერიოზული ოპერაცია ჩაუტარა პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც გარშემო შემოიკრიბა და მერე სრულიად ჩვენ საზოგადოებას. ეს არის ნანუკა ჟორჟოლიანის ჭეშმარიტი სახე. ის ყოველთვის იყო ნაცი, აი შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ყოველთვის ნაცების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და შესაბამისად პირადად ნანუკასაც და კოლექტიურ ნაცებსაც ყავთ ერთი პატრონი და აი ამ ერთი პატრონისგან მიღებულ დავალებებს ასრულებს ცალკე ნანუკა და ცალკე კოლექტიური ნაცები და ცალ-ცალკეც და ერთადაღებულიც ყოველთვის ისინი არიან დავალებების შემსრულებლები. ასე რომ ამ ხალხს, ვინც დღეს აი ამ აქციების შედეგად პოლიტპატიმრებს ეძახიან, ერთადერთი პოლიტპატიმარი შეიძლება უწოდოთ იმ გაგებით, რომ დიახ, სწორედ ოპოზიცია გამოიყენა ეს ადამიანები თავისი ბინძური მიზნების მისაღწევად და ესე ბინძურად ითამაშა აი ეს რაღაცა პოლიტიკური თამაში ამ ადამიანების თავისუფლების ხარჯზე და სწორედ ოპოზიციამ ამ 50-ზე მეტი ადამიანის თავისუფლება შესწირა მსხვერპლად მხოლოდ იმ მიზანს, რომ მათ პატრონებს ქონოდათ სალაპარაკო ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ აი თურმე ივანიშვილი როგორი საშინელი კაცია და როგორი ბოროტი ხელისუფლება აქვს. ეს არის და ეს რასაც წარმოადგენს პირადად ნანუკა ჟორჟოლიანი და ეს არის ვისი თქმაც მინდოდა მედროშე ნანუკაზე.